მოგესალმებით დღევანდელ ვიდეოში. ცოტათი გადავუხოთ ტექნიკური საკითხებიდან და ვიმუშავებთ ცოტა კრეატიულ საკითხზე, რომელიც არის კონტენტის შექმნა. კონკრეტულად დღევანდელ ვიდეოში გამოვიყენებ Claude-ს და გამოვიყენებ Google-ის პროდუქტებს. მოკლედ რომ უყვე, რატომ დამჭირდა ეს ყველაფერი? ერთ-ერთი ქართული კომპანია Easys-თვის ვქმნით e-commerce websites. ეს არის Easys ერთ-ერთი პროდუქტი, ეს არის სუბლიმირებული, ეგრეთ წოდებული freeze-dried შებოლილი სულგუნის ჩიპსი, ასევე აქვთ სხვადასხვა ტიპის ჩირები. მუშაობთ ამ კომპანიისთვის e-commerce-ის შექმნაზე. და ჩემთვის საკმაოდ საინტერესო იყო, შევძლებდით თუ არა, ჩვეულებრივი სურათებიდან პროდუქტის სურათების შექმნას. იქიდან გამომდინარე, რომ ვებსაიტის ვიზუალი იცვლება, საჭირო იქნებოდა ამ ყველა პროდუქტის ახლიდან დასურათება. პროდუქტის ფოტოების გადაღება კი საკმაოდ ძვირიჯდება, იქიდან გამომდინარე, რომ უნდა გქონდეს ადგილი, სადაც ამ სურათებს გადავიღებთ, უნდა გქონდეს ეგრეთ წოდებული პროფები, ჭირდება ფოტოაპარატი, ან ფოტოგრაფი ფოტოაპარატით და შემდეგ ადამიანი, ვინც ამ ფოტოებს დაამუშავებს. ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად გადავწყვიტე, რომ მეცადა ამ პრობლემის მოგვარება მეპონა AI-ის დახმარებით. აქვე მოკლედ ჩართვას გავაკეთებ, ამ ვიდეოების სპონსორი არის ჩემი კურსები. შეგიძლიათ გადახედოთ ვებსაიტზე გაეშო განახლება. გადავწყვიტე, რომ წინასწარ ჩაწერილი კურსები მქონდეს ამ ეტაპისთვის და ასევე მქონდეს ერთ-ერთზე პაკეტი. გვექნება 4 კურსი, პირველი იქნება კოდის საფუძვლები, მეორე იქნება კონტენტის შესაქმნელი კურსი, მესამე იქნება გაყიდვების კურსი AI-ის დახმარებით და საინტერესო კურსი იქნება ძალიან, იმიტომ რომ ეს კურსი დაგეხმარებათ როგორც ქართულ ბაზარზე გაყიდვებში, ასევე ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე. შესაბამისად, საინტერესო კურსი იქნება და ასევე მეოთხე კურსი იქნება vibe coding-ის მიმართულება. vibe coding-ში გულისხმობ პატარა აპლიკაციების და ვებ აპლიკაციების შექმნას. ან შეძლებთ, რომ 4-ვე კურსი ერთად იყიდოთ ბევრად უფრო კარგ ფასში. ასევე მათთვის, ვინც დაინტერესებული იქნება, გთავაზობთ ერთ-ერთზე კურსებს. ეს კურსი მოიცავს 36 საათს და რეალურად ვწდებით თეორიულ ნაწილს, ძირითადად პრაქტიკული ნაწილი არის მთლიანად, ვიმუშავებთ იმ საკითხებზე, რაც თქვენ გაინტერესებთ, ან თუ გაქვთ ბიზნესი იდეა ან არსებული ბიზნესი, ერთად ვიმუშავებთ ამ ბიზნესის განვითარებაზე. აქვე დავამატებ, რომ ერთ-ერთზე mentoring-ში შედის ის 4 წინასწარ ჩაწერილი ლექციაც, ანუ ამაზეც მიიღებთ ცდომას და ასევე 6-თვიანი ცდომა გექნებათ ჩვენს რაღაც პატარა AI community-ში. რაც შეეხება AI community-ს, შეგიძლიათ რომ ცალკე დაიმატოთ ეს პაკეტი, ასე ვთქვათ, და AI community მოიცავს ყოველკვირეულ შეხვედრებს, 2 საათიან ჩართვებს, სადაც შეგეძლებათ რომ ნებისმიერი შეკითხვა დასვათ და ყველა ვინც ამ დამატებით პაკეტს შეიძენს, 6 თვის განმავლობაში ყველას გექნებათ ამ 2 საათიან სემინარზე, ასე ვთქვათ, ცდომა და ასევე დაემატებით community-ში, სადაც დავეხმარებით ერთმანეთს, გავუზიარებთ სიახლეებს და ვფიქრობ, რომ ძალიან პროდუქტიულად შეძლებთ რომ გამოიყენოთ ეს community. დავუბრუნდეთ ისევ დღევანდელი ვიდეოს თემას. მარტივად რომ თქვა, მინდა რომ ტელეფონით გადაღებული პროდუქტის სურათით, აქ ამოვანათებ რა სურათზე მაქვს საუბარი, შექმნა ამ პროდუქტის სხვადასხვა სურათი, რომლებსაც შემდეგ განვათავსებთ ვებსაიტზე. პირველ ეტაპზე ვიმუშავებთ Claude-ში, რათა შევქმნათ ზოგადი იდეა და დავაწერინოთ პრომპტები შემდეგ უკვე Google-ის პროდუქტისთვის. Claude-ის ჩატში ავტვირთ ეს სურათი, ეხლა დავწერ მოკლე აღწერას თუ რა მინდა საბოლოო ჯამში ამ სურათისგან მივიღო. შემდეგ ვთხოვთ Claude-ს რომ დაწეროს Google-ისთვის პრომპტები და გადავინაცვლებთ უკვე Google-ის პლატფორმაზე. დავწერე ჩვენი პრომპტი, მოკლედ ავხსენი ზოგადად პროდუქტის და კომპანიის შესახებ, ავხსენი რას ვაკეთებ, ავხსენი როგორი ფოტოების შექმნა მინდა და ისიც ვთხარი, რომ რეალურად მან უნდა იმუშაოს ამ ფოტოების პრომპტებზე და ასევე ბოლოში ვთხარი, რომ კითხოს ნებისმიერი შეკითხვა, რაც გაუჩნდება იმისთვის, რომ შექმნას და დაწეროს უკეთესი პრომპტები. ეს ნაწილი დამოვიწყდა Claude
ვერ წაიკითხეთ ჩვენი ტელეფონით iPhone-დან გადაღებული სურათი, იმიტომ რომ სხვა გაფართოებაშია, ამიტომაც დავაკონვერტირე ჩვეულებრივ PNG-ში, ეხლა ავტვირთავთ და მივცემთ PNG გაფართოების სურათს. კლოდმა დაგვიწერა პრომპტი სამივე სურათისთვის, ანუ სამ სხვადასხვა სურათს ვქნი, ერთი ჩვეულებრივი მთავარი პროდუქტის სურათი უნდა იყოს, მეორე უნდა იყოს უფრო lifestyle სურათი და მესამე უნდა იყოს სურათი, სადაც კარგად გამოჩნდება ამ პროდუქტის ბენეფიტები. ხედავთ შეფუთვაზე აწერია, რომ საქართველოსშია დამზადებული, შაქარი არ აქვს დამატებული და პროდუქტი არის ვეგანური. უკვე შეგვიძლია გადავინაცვლოთ Google-ის AI სტუდიოში. აქედან ბევრი სხვადასხვა AI ხელსაწყოს გამოყენება შეგვიძლია, თუმცა ამ кейსის გვჭირდება სურათის გენერირება და გამოვიყენებთ Nano Banana 2-ს. აქ შეგვიძლია დავწეროთ ჩვენი პრომპტი და ასევე ავტვირთოთ ჩვენი სურათი. მარჯვენა მხარეს გვაქვს დამატებითი სეტინგები, რომელსაც დიდად არ შევეხები ამ ეტაპზე, ერთადერთი კვადრატული სურათების მიღება მინდა, ამიტომ aspect ratio-ს შევცვლი. რეზოლუციას 1K-ზე დავტოვებ, რაც ვებსაიტისთვის საკმარისია და გადავრთავ thinking levels მაღალზე, რომ კარგად გაიაზროს პრომპტი და კარგად მიხვდეს, როგორი სურათის გენერირება გვჭირდება. დავიჭიროთ runs და დაველოდოთ ჩვენ სურათს. პირველი სურათი დაგენერირდა და მე პირადად ძალიან მომწონს. აქ თავარი აღნიშნვა ალბათ რაც უნდა გავაკეთო არის რომ შეხედეთ ტექსტებს, როგორც წესი პრობლემურია ხოლმე ძალიან, როდესაც AI აგენერირებს სურათებს ტექსტის ნაწილი. ეს ყველაფერი მივიდა უკვე იმ დონეზე, რომ თითქმის ერთ-ერთში შეგვიძლია ზუსტად ის შედეგი მივიღოთ, რაც გვჭირდება. აი ეს ნაწილიც რეალურად შეფუთვაზეც ესე არის, ანუ არ გეგონოთ რომ AI ვერ დააგენერირა რაღაც სწორად. დამეთანხმებით ალბათ რომ ესეთი პროდუქტის სურათის გადასაღებად საკმაოდ დიდი ფინანსები იქნებოდა საჭირო და ძალიან დიდი შრომა იქნებოდა ჩასადების შემდეგ უკვე ამ სურათის დაედიტებაში, ხოლო AI-სთან ერთად რამოდენიმე წამში მივიღეთ ეს შედეგი. გადავიდეთ უკვე მეორე სურათზე, დავაკოპიროთ პრომპტი და აქაც ისევ ჩავუგდებ იმ პირველ ტელეფონით გადაღებულ სურათს. სურათიც ჩავაგდეთ, გავუშვათ და დაველოდოთ. აქ ხედავთ, რომ წინასწარ კლოდმა დაწერა ეს ფერები, გრადიენტი და ასე შემდეგ, ანუ ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია რომ ეს ფერები შევცვალოთ, თუმცა კლოდის ლოგიკით იქნება გამოდენა რომ პროდუქტი არის ქლიავი, რაც ქლიავის ფერები არჩია, შესაბამისად ჩემი აზრით ამ კონკრეტულ პროდუქტს უხდება, თუმცა აქ გვაქვს ატმის ხრაშუნები, ატმის ხრაშუნებისთვის შეგვიძლია შევცვალოთ ეს ფერები უბრალოდ პრომპტში, ან თვითონ კლოდსვე შევაცვლევინოთ პრომპტი პროდუქტის მიხედვით. ჩვენი მეორე lifestyle სურათიც დაგენერირდა, საკმაოდ კარგად გამოიყურება და რაც ვსწავლე ზუსტად ის არის, რაც მინდოდა. გადავიდეთ შემდეგ სურათზე, ისევ ვაკოპირებთ მესამე პრომპტს. ვუგდებთ ტელეფონით გადაღებულ სურათს და ველოდებით. და პროდუქტის მეოთხე სურათიც მივიღეთ. მინდოდა რომ ყოფილება გაემახვილებინა იმაზე, რომ საქართველოსშია პროდუქტი დამზადებული, არ აქვს დამატებული შაქარი და არის 100% ვეგანური. და ესე ლამაზად დაინახა თვითონ რომ ეტიკეტზეც იყო ეს ყველაფერი დატანილი, ეს იდეაში კლოდმა დაინახა და კლოდს უთხარით რომ იყო ეს ყველაფერი უკვე ეტიკეტზე და შესაბამისად პატარა რაღაც ხაზებიც გაუკეთა ეტიკეტს. ჩემი აზრით, თუ გაქვთ პატარა ბიზნესი, ან ეხლა იწყებთ, ან გინდათ დაწყება ბიზნესის, სურათების ასე დაგენერირება არის იდეალური. რა თქმა უნდა, ფოტოგრაფი და შემდეგ უკვე ფოტოების ედიტორი თითქმის ყოველთვის უკეთეს შედეგს დადებს, თუმცა დაფიქრდით, რამდენი 1000 ლარი ჭირდება ამ ყველაფერს, რომ რაღაც თუ გაქვთ 10 ან 15 პროდუქტი, ყველა პროდუქტისთვის გქონდეთ რამოდენიმე სურათი, შემდეგ ეს რამოდენიმე სურათი ვიღაცამ დაამუშაოს, რამდენი დრო ჭირდება და რამხელა ბიუჯეტი. საწყის ეტაპზე, აი წეღარაც ვახსენე, რომ აი ვერ დაწერა კარგად თქო, დამიჯერეთ 99.9% მომხმარებლების ამ ლს საერთოდ არ შეხედავს.
თან ეს არ არის ისეთი პროდუქტი, სადაც klients შეფუთვის ვიზუალი აინტერესებს, საბოლოო ჯამში klients მაინც აინტერესებს თქვენი საბოლოო პროდუქტი, რომელიც ამ შემთხვევაში არის გაუმშრალი ქლიავის ხრაშუნები. ასე რომ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გსურთ სხვა მრავალი ასეთი ვიდეო იხილოთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გამოიწერეთ ჩემი სხვა სოციალური ქსელებიც, დალაიქეთ ეს ვიდეო, დააკომენტარეთ შეკითხვები თუ გაქვთ და შევეცდებით ყველას გიპასუხოთ. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.